რამდენი ამონახსნი გააჩნია მოცემულ წრფივ განტოლებათა სისტემას. ხო, ზოგადად მე ვემხრობი არა მაშინვე ამოხსნას განტოლებათა სისტემის, არამედ ჯერ დაკვირვებას. ყოველთვის კარგი არის შეიძლება რაღაც ტყუილი შრომა მოგვაშოროს. ეხლა მაგალითად, ამას სანამ ამოხსნას დაუწყებდეთ, მოდი დავაკვირდეთ, რას მეუბნება ეს? მეუბნება რომ 5x - 9y უდრის 16-ო პირველი განტოლება ამბობს. და მეორე განტოლება ამბობს რომ 5x - 9y უდრის 36-ო. ანუ 5x - 9y რომ დავარქვა რაღაცა z ვთქვათ, პირველი განტოლება მეუბნება რომ z არის 16-ის ტოლიო და მეორე განტოლება მეუბნება რომ z არის 36-ის ტოლიო. ანუ სხვადასხვა რაღაცას უტოლებენ ერთსა და იმავე რამეს. ეს z-ებია, ორიანები არ არის. ესე იგი, მაქვს განტოლებათა სისტემა, სადაც ერთი განტოლება ამბობს რომ რაღაცა უდრის 16-ს და მეორე ამბობს რომ იგივე რაღაცა უდრის 36-ს. ხლა მე რა მაინტერესებს? მე მაინტერესებს ამ განტოლებათა სისტემის ამონახსნი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს განტოლებათა სისტემა რომ მაქვს ამეთი გრაფიკები რომ ავაგო, ისინი იქნება ერთმანეთის პარალელური, მაგრამ ერთმანეთს არ შეეხება. ერთმანეთთან არ გადაიკვეთება. ანუ ამ განტოლებათა სისტემას არ გააჩნია ამონახსნი, ანუ ვერ იპოვი ვერანაირ x-ს ან y-ს ისეთს, რომ ადგე და აქ ჩასვა და მიიღო რომ 5x - 9y უდრის 16-საც და უდრის 36-საც. ასე რომ ამ განტოლებათა სისტემას არ აქვს ამონახსნი. კარგი, გადავიდეთ შემდეგზე. რამდენი ამონახსნი გააჩნია მოცემულ წრფივ განტოლებათა სისტემას? ნუ მოდი ისევ შევხედოთ, ჯერ გვაქვს -6x + 4y უდრის 2-ს და 3x - 2y უდრის -1-ს. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მოდი აბა ესეთი რაღაცა ვცადოთ მაინც. მოდი ავდგეთ და ზედა განტოლება გავყოთ 2-ზე და ნახოთ რას მივიღებთ. მივიღებთ -3x დამატებული 2y უდრის 1-ს. რაღაც გავს ამას არა? მოდი აბა -1-ზე გავამრავლოთ ორივე მხარე. განტოლებას ისევ არ ვცვლი ამით, ხო? -1-ზე თუ გავამრავლებ ორივე მხარეს, მივიღებ მარცხნივ 3x - 2y, რომელიც უდრის -1-ს. 3x - 2y უდრის -1-ს რა არის? იგივე რაც აქ წერია, ხო? ესე იგი, გამოდის რომ მე რეალურად მიწერია 2 ზუსტად ერთი და იგივე განტოლება. 2 ზუსტად ერთსა და იმავე განტოლებაც ექნება 2 ზუსტად ერთი და იგივე გრაფიკი, ანუ ერთი გრაფიკი რომ ექნება ასეთი, მეორე გრაფიკი ზუსტად z იჯდება, ხო? ანუ ესეთი იქნება თქო მართლა კი არა, უბრალოდ გავუსვი ხაზი, მაგრამ ერთს რა გრაფიკიც აქვს, მეორე პირდაპირ z დაემთხვევა იმ გრაფიკს და ამიტომ ეს გრაფიკები გადაიკვეთება უსასრულო რაოდენობის წერტილში. შესაბამისად, უსასრულო რაოდენობის ამონახსნი იქნება ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში გვაქვს უსასრულო რაოდენობის ამონახსნი. და მოდი ვნახოთ ბოლო მაგალითი. მოცემული განტოლებათა სისტემის ამოხსნისას ივონე რამდენიმე სწორი მოქმედების შედეგად იღებს ასეთ შედეგს -5 უდრის 20-ს. და რამდენი ამონახსნი აქვს ამ სისტემას. მოდი ვნახოთ აბა. ისევ, მოდი მე რა წეღანაც ვცადე, ისევ გავაკეთოთ. ანუ ნუ დავეჯახებით შუბლით და ნუ დავიწყებთ ეგრევე ამოხსნას, ჯერ ვნახოთ, დავაკვირდეთ ამოცანას. აქ მაქვს 4 და 3 და აქ მაქვს 8 და 6. 4 და 3 და 8 და 6 ძალიან გვანან ერთმანეთს, არა? მოდი აბა ზედა განტოლებას გავამრავლებ 2-ზე და ვნახავ რა მოხდება. ესე იგი ზედა განტოლება გავამრავლოთ 2-ზე, რას მივიღებ? მივიღებ რომ 8x დამატებული 6y უდრის 20-ს. და ამ დროს ქვემოთ მიწერია რომ 8x დამატებული 6y უდრის -5-ს. ანუ ესე იგი 8x დამატებული 6y-ის ტოლი თუ არის 20-იც და -5-იც, მართლაც -5 გამოდის 20-ის ტოლი. და როგორ შეიძლება -5 20-ის ტოლი გამოვიდეს, ხო? არ შეიძლება. ანუ 8x დამატებული 6y უდრის ერთ რაღაცას და უდრის მეორე რაღაცას რომ გვეუბნება ეს სისტემა. ესე იგი ამ სისტემას არ აქვს ისევ არც ერთი ამონახსნი, იმიტომ რომ ვერ მოძებნი ვერც ერთ ისეთ x და y-ს რომ აქ ჩასვა და მიიღო რომ 8x + 6y უდრის 20-საც და უდრის -5-საც. ამიტომ ისევ პასუხი არის არც ერთი ამონახსნი.